ძარცვა კანონის სახელით და ლილუაშვილ ღარიბაშვილის კორუფციული სქემების გადმობარგება მდინარეზე კობახიძესთან. სულ ეს არის რაც ხდება რეალურად, თორემ ძალიან დიდი ხანია ვიცით, რომ გაღატაკებული ქართველი მოსახლეობის მთავარი პრობლემა არის მაღალი ფასები პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, რომ ნარკობარონმა ივანიშვილმა გააუბედურა, დახოცა ახალგაზრდობა ნარკოტიკების ზემოქმედებით მათ დაქვემდებარებაში რო ყოფილიყვნენ, მაგრამ მთავარი ამბავი, რასაც ახლა მდინარეზე და კობახიძე აკეთებენ ის, რომ ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან რო წილები მიდიოდა, ახლა იმ ხალხს დაატარებენ ესე ხალხს თვალებში ნაცარს აყრიან და ვითომ შეხვედრებს ატარებენ და სინამდვილეში ეუბნებიან, რომ ეს სქემები გაიშიფროს და ის წილები, რაც მასთან მიდიოდა, მივიდეს ახლა სწორედ კობახიძე მდინარაძესთან, თორემ უკაცრავად მდინარაძე და კობახიძე სად ისხდნენ მაგ დროს შემთხვევით, აბა ვინმეს ხო არ გახსოვთ, როდესაც ლევან ხაბეიშვილი ამხელდა ეხლა ციხეში მყოფ უკვე და კორუფციაში ბრალდებულ და დანაშაულ დამტკიცებულ ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და გზაში მყოფ ციხისკენ ინფრასტრუქტურის მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს ესენი შემთხვევით მაგათი მაკონტროლებელი ხო არ იყვნენ იქ ხაბეიშვილის გამოსვლაზე რო იცინოდნენ. კი, ესენი იყვნენ ზუსტად და ესეთი არის რეალობა, თორემ ქართველი ხალხის პრობლემები ქოცებს და კობახიძე მდინარაძეს რო არ აინტერესებს, ყველამ ძალიან კარგად იცის ეს რეალურად.